გასული კვირის დაიჯეტში მოგიყვებით Fallout-ის ახალი სეზონის შესახებ. რა არის ახალი კრისტოფერ ნოლანის ყველაზე მასშტაბური ოდისეის გარშემო? სიახლეები შორეული გალაქტიკიდან. ერთ-ერთი ყველაზე დამთრგუნველი ანტიუტოპიური კომიქსის ახალი ეკრანიზაცია. ვიბრუნდება. Rockstar-ი თვალის ასახვევად Red Dead Redemption-ის პირველ ნაწილს უშვებს განახლებული შესაძლებლობებით. არაპორტატულ კონსოლთა ომებში Valve-ის სახით ახალი ძლიერი მებრძოლი ჩნდება. და მიმოხილვა ფილმზე სიცრუის ილუზია 3, რომელიც შეგიძლიათ ჩვენს კინოთეატრებში იხილოთ. აბა, მოეწყვეთ კარგად, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და დავიწყოთ. Freaking out, I need a DD. I know you see me, yeah. Why you so greedy? Ay, I know you won't be me, yeah. Why you so კრისტოფერ ნოლანის ოდისეა. ალბათ 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი ფილმი ჟურნალ Empire-ის გარეკანზე გამოჩნდა. რამდენიმე განსხვავებული გარეკანია, იქ არის Matt Damon-იც, Tom Holland-იც და Anne Hathaway-ც. Tom Holland-ი თამაშობს ტელემაქეს, ოდისევსის შვილს, რომელსაც თავის მხრივ Matt Damon-ი თამაშობს და Anne Hathaway კი მის მეუღლე პენელოპას. მოკლედ, სამსახიობის შემადგენლობა არის სრულიად ფენომენალური. კრისტოფერ ნოლანმა იქ ფაქტიურად ყველა შეკრიბა, მაგრამ ჯერჯერობით ყველა არ გამოუჩენია კადრებში. ეს, რა თქმა უნდა, სუპერ მასშტაბური სანახაობა იქნება, რომელიც გადაღებულია უახლოესი IMAX კამერით. ის ამას იღებს რეალურ გემებზე, კრისტოფერ ნოლანმა მცირე ინტერვიუ მისცა. პირველად გააკეთა რაღაცა კინოს გარშემო და თქვა, რომ ფილმის გადაღების იდეა მას ესე გაუჩნდა. აი, ვუყურებ კინემატოგრაფიას, ის არსებობს, ვხედავ, სად არის ხარვეზები. მითების შესახებ ფილმები თითქოს არსებობს, მაგრამ რაღაცა ეპოქალური დიდი ხანი არ ყოფილა. აი, ამას გადავიხებ და ასეთი შესაძლებლობა აქვს, რადგან ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორია. მას შეუძლია აიღოს საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მოწყობილობა, საუკეთესო მსახიობები და იღებს კიდევაც როგორც ხედავთ. მოკლედ, მან თქვა, რომ მათ უზარმაზარი რაოდენობის ფირი დახარჯეს. როგორც მოგეხსენებათ, ის მხოლოდ ფირზე იღებს. უზარმაზარი რაოდენობის ფირი გამოიყენეს რეალურ გემებზეც, ცურავდნენ კამერებთან ერთად, შედიოდნენ ზღვაში და აჩვენებდა თუ რა რთული იყო მოგზაურობა იმ ეპოქაში და მოკლედ ამ ყველაფერს ქმნიდნენ აი ეს ხალხი, ვინც აი ესეთ შრომას და ესეთ წვალებას გადიოდნენ. ველით ნამდვილად ნოლანის ახალ შედევრს სულ მოუთქმენლად და იმედია ეს დრო მალე გაივლის და შედეგიც ალბათ ღირსეულიც იქნება. მომავალი წლისთვის ველოდებით ვარსკვლავური ომების ახალ ნაწილს, ვარსკვლავური გამანადგურებელი. სხვა შორის, რაიან გოსლინგს გასულ კვირას დაბადების დღე ჰქონდა და შონ ლევიმ, რეჟისორმა აღნიშნული ფილმისა, გაიზიარა ფოტო გადაღებებიდან და მიულოცა კიდეც დაბადების დღე რაიანს. მათ მუდმივად ერთი და იგივე ლოკაცია აქვთ, რატომღაც სადღაც ნავში არიან, ხედან უბრალოდ ზღვაში. არ ვიცი, რას იღებენ იქ, ფილმი თითქოს ვარსკვლავურ ომებზე არის და ისინი კი მუდმივად სადღაც წყალში არიან. მოკლედ, შონ ლევიმ თქვა, რომ ეს ფილმი იქნება განცალკევებული და ეს იქნება მაქსიმალურად ავტონომიური კინოფრანჩაიზიდან. რა თქმა უნდა, გამოიყენეს მთელ ამ სამყაროს, რაც შესაძლებლობებიც არის, ეს არის სეტინგი, შეიძლება რაღაც მოვლენებიც მოიხსენიოს, მაგრამ ისინი არ იქნებიან კავშირში. ანუ ეს აბსოლუტურად საკუთარი ავტონომიური კინოა და როგორც შონ ლევი ამბობს, მას სურდა მოეხდინა რაღაც მსგავსი, რაც მოახდინა თავის დროზე ახალმა იმედმა, რომ ფილმი, რომელიც შეგიძლია მსუბუქად უყურო და ამავდროულად გიჯაჭვებს. გარდა ამისა, რეჟისორი ამბობს, რომ მათ მოაწერეს ხელი ოპერატორ კლაუდიო მირანდასთან ერთად, რომელმაც გადაიღო ფორმულა 1. ის ჩვენს ფილმს წარმოუდგენელ დონეზე აიყვანს, აცხადებს რეჟისორი, ეს უკეთესი იქნება, ვიდრე ფრანჩაიზის წინა ნამუშევრები. არ ვიცი, ახლა ეს განცხადება რამდენად კორექტულია, ის თითქოს ამბობს, რომ ჩვენ რაღაცა გვაქვს, რაც გასულებს არ ქონდა, მაგრამ ზოგადად ოპერატორი იქ ნამდვილად ღირსეულია. როდესაც ფორმულა 1-ს უყურებდი, მართლა ფანტასტიკურად გამოიყურებოდა და ეს იმდენად კარგი იყო, რომ ფიქრობდი, რომ ეს ალბათ გრაფიკაა, ანუ ის იმდენად არარეალისტურად მოძრაობდა. მაგრამ მე ნახულობ კადრებს გადაღებიდან, სადაც თვითონაც რამის სპორტულ ბალიდზე სხედან და ისე იღებენ და აუგნები, რომ ეს თურმე ნამდვილი კამერითაა გადაღებული. მასთან ერთად ნამდვილად შეიძლება წარმოუდგენელი კინოს გადაღება, რაღაც მომდა ვიზუალური თვალსაზრისით. იმედი მაქვს, რომ ესეც იქნება. ვარსკვლავურებს ნამდვილად აკლიათ რაღაც ახალი კაშკაშა, საყურებელი, მით უმეტეს შონ ლევის შეუძლია გადაიღოს კლასიკურად, აი ესეთი გამართული ფილმი. მოკლედ,
2027 წლის მაისში ველოდებით აღნიშნულ ფილმს. როგორც ჩანს, უახლოესი წლები Fallout-ის სამყაროსთვის ბევრად უფრო დატვირთული იქნება, ვიდრე 1 წლის წინ ჩანდა. სერიალი Fallout-ი აგრძელებს პოზიციების გამყარებას ბოლო წლების მთავარი სატელევიზიო წარმატებების შორის. ძლიერი პირველი სეზონისა და კრიტიკოსების მაღალი შეფასების შემდეგ ამაზონმა ფაქტიურად ვადაზე ადრე გაახანგრძლივა სერიალი. ტიზერის გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ კომპანია მზად არის ფანები მეორე სეზონის სრულფასოვანი ტრეილერით გაახაროს, რომელშიც გაცილებით ნათელი გახდა როგორი იქნება გაგრძელება. სიუჟეტი დაუყოვნებლივ აგრძელებს პირველი სეზონის ფინალის მოვლენებს. ლუისი და გული მოგზაურობენ მაჰავას უდაბნოში, რეგიონში, რომელიც კარგადაა ნაცნობი თამაშის თაყვანისმცემლებისთვის და ერთ-ერთი საკვანძო წერტილი, რა თქმა უნდა, იქნება ნიუ-ვეგასი. სწორედ იქ ელით გმირებს ახალი გამოწვევები. მათი ურთიერთობა კვლავ თანამშრომლობისა და დაძაბულობის თხელ ზღვარზე გადის, ხოლო გზა თანამთან ცვლის ორივე მათგანს. მეორე სეზონის პრემიერა დაგეგმილია 17 დეკემბერს, ახალი სერიები გამოვა ყოველკვირეულად განსხვავებით წინა სეზონისა, ხოლო ფინალი 2026 წლის 4 თებერვალსაა დაგეგმილი. სერიალი DC-სგან V ნიშნავს ვენდეტას. HBO-სთვის მუშაობაში ჩაეშვა. ეს იქნება ეკრანიზაცია უფრო ელსვორდის ტიპის, ნამდვილად საკულტო კომიქსზე და შესაბამისად ფილმის მიხედვითაც, სადაც შეუდარებელი ნატალი პორტმანი მონაწილეობს და მართლაც რომ სანახავია, თუ ვინმეს გამოგრჩათ, დიდი რეკომენდაცია ჩემგან. არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს ეხლა სერიალის გაკეთება, ალბათ იმიტომ რომ ფილმიც შესანიშნავი არის, კომიქსიც უშუალოდ კომიქსსაც ვერ დაარქმევ, უფრო ნოველა არის. და ფილმიც ეხლაც საკმაოდ კარგად იყურება. ვფიქრობ, რაც შეიძლება ჩვენთვის ყველასთვის კარგს ნიშნავდეს, რაღაც დაიწერა კარგი სცენარი, რომელზეც უარი ვერ თქვეს და გადაწყვიტეს გადაღება. იმიტომ რომ უბრალოდ პოპულარულობის ტალღის და აჟიოტაჟის ატეხვა მოუნდათ, აი ამ სცენარზე, იმიტომ რომ სცენარი არის საკმაოდ კარგი, გვეუბნება რაღაცა, გვიყვება ანტიუტოპიურ ისტორიას დიდი ბრიტანეთის ბნელ მომავალზე, სადაც ყველაფერს ფაშისტები მართავენ. ეს არის საკმაოდ მკაცრი სატირა და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენს დროს არაა დაწერილი, მაგრამ აი ეს ანტიუტოპიური ამბები 1984-ის არ იყოს, თითქოს ყველა ეპოქაში პაუდობს თავის გამოძახილს. არ ვიცი, ნამდვილად ველოდები, ნამდვილად მიყვარს, კომიქსი განსაკუთრებით, ფილმიც შესანიშნავია და ეხლა თუ სერიალიც მაგ ხარისხისვე გამოვა, ნამდვილად ყველანი მოგებულები ვიქნებით. Valve 12 ნოემბერს გეიმერებისთვის 3 ახალი მოწყობილობა წარადგინა. VR გარნიტურა Steam Frame, mini PC Steve Machine და განახლებული Steam კონტროლერი. ყველა გაჯეტი 2026 წლის დასაწყისში გამოვა. ანონსის მთავარი ვარსკვლავი ალბათ Steam Frame გახდა სრულად უკაბელო VR გარნიტურა, რომელიც მუშაობს 6 GHz-იან USB ადაპტერის მეშვეობით და იყენებს Steam OS. მას აქვს Steam-ის მთელი ბიბლიოთეკის მხარდაჭერა, მოყვება 2 კონტროლერი და გამოირჩევა დაბალანსებული ერგონომიკით. ჩაფხუტს აქვს გამჭვირვალობის რეჟიმი, თუმცა მხოლოდ შავ-თეთრი ალბათ უფრო გაკეთებული არის ეს გაიაფების და ბატარეის დაზოგვის მიზნით. შემდეგი მოდის Steve Machine, კომპაქტური სათამაშო PC-ის ახალი ვარიანტი Steam OS-ზე. მის შიგნით არის AMD CPU და GPU წყვილი FSR-ის მხარდაჭერით, რაც საშუალებას იძლევა თამაშების 4K-სა და 60 FPS-ზე გასაშვებად. ასევე დადასტურებულია 512 GB-იანი და 2 TB-იანი ვერსიები micro SSD-ის მეშვეობით გაფართოების შესაძლებლობას, რომელიც გვაძლევს. Steam კონტროლერი 2 მიიღებს უკაბელო კავშირს, მაგნიტურ სტიკერს, გიროსკოპს, სრულ თავსებადობას ნებისმიერ მოწყობილობას და რომელიცაც Steam-ი არის დაყენებული. აღწერილობის მიხედვით, Valve-ის mini PC და Gamepad-ი შექმნილია პირველ რიგში როგორც ჩაფხუტის დამატება, რადგან სწორედ Steam Frame-ი პოზიციონერებდა როგორც ხაზის საკვანძო მოწყობილობა. ამასთან, ტექნიკურად ის უკვე ახლოსაა სრულფასოვან ავტონომიურ VR კომპიუტერთან. აშკარად Valve სერიოზულად მოეკიდა კონკურენციის გაძლიერებას ბაზარზე და სთავაზობს ალტერნატივას Sony-სა და Microsoft-ის მოწყობილობების მფლობელებს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შესანიშნავია და ჩვენ როგორც მომხმარებლებს მხოლოდ მოგვიხდება.
Rockstar-მა გადაწყვიტა ფანების ყურადღება GTA 6-ის გადადებიდან ცოტა მოეცილებიათ და გამოაცხადეს, რომ განახლებული პირველი Red Dead Redemption-ი, რომელიც 1 წლის წინ უკვე გამოვიდა PC-ზე, 2 დეკემბერს გამოვა აქტუალურ კონსოლებზე, როგორებიც არის PlayStation 5, Xbox Series და Switch 2. ასევე გამოვა smartphone-ებზეც. მიზეზი რა თქმა უნდა არც ესახარბიელოა, რადგან ისევ არ გველოდება სრულფასოვანი რიმეიკი. არამედ ძველი ვერსია უბრალოდ გაუმჯობესებული გრაფიკით, როგორც ეს გასულ წელს იყო. PlayStation 5-ისა და Xbox Series ვერსიები მიიღებენ 60 FPS და HDR-ისა და 4K-ს რეზოლუციის მხარდაჭერას. Switch 2-ზე კი თამაში გამოიყენებს DLSS და HDR ტექნოლოგიებს და დეველოპერების განცხადებით ასევე უზრუნველყოფს სტაბილურ 60 კადრს წამში. ახალ მოწყობილობებზე გადასვლა უწყვეტი იქნება. სამივე კონსოლის ვერსია ავტომატურად გადაიტანს თქვენს შენახულ თამაშებს თუ ესეთი რა თქმა უნდა არსებობს. გარდა ამისა, გამომცემლობამ დააზუსტა, რომ PlayStation 4, Xbox One და Switch-ი მიიღებენ განახლებულ ვერსიას ზედმეტი დანახარჯების და თანხის დამატების გარეშე. რაც ერთის მხრივ რაღაცა კარგი ამბავი მაინცაა. ჩვენს კინოთეატრებში გადის ფილმი სიცრუის ილუზია. უკვე ამ სახელით გამოსული მესამე ნაწილია და ის უკვე სრულფასოვან ტრილოგიად იქცა და იმედია აქვე დაასრულებს. არა, ხუმრობ რა თქმა უნდა, ვთქვათ არ მიწყინოთ აღნიშნული ტრილოგიის, აწუყვე ტრილოგიის გულშემატკივრებმა. ფილმი სიმართლე გითხრათ ძალიან ორაზროვან შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთის მხრივ თითქოს ბევრიც მინდა ვილაპარაკო, მაგრამ კონსტრუქციულ საუბრის აწყობას რომ ვიწყებ გონებაში თითქოს სათქმელიც არაფერია. ისევ იგივე ფილმი, იგივე სიღრმე, სიუჟეტი, იუმორისა თუ კვესტების სახით ოდნავ ალბათ, ჩახლართულობა კიდევ უფრო სუსტი მომეჩვენა გასულ ნაწილებთან შედარებით. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ესეც იპოვის თავის აუდიტორიას. ბოლოს და ბოლოს წინა ორმა ხო იპოვა. მე როგორც შემატყვეთ, დიდად არ ვარ მოხიბლული აღნიშნული არც ფრანშაიზით და არც ზოგადად ჟანრით. ანუ გულისხმობ იმას, რომ ჟანრი საერთოდ არ მესმის. ანუ აი ბჭყალებში ფოკუსი, როცა კეთდება მთელი მისი ხიბლი ხო იმაშია, რომ მე რაღაც არარეალური მაჩვენო და დავკარგო კავშირი რაციონალურ აზროვნებასა და მაგიის რწმენას შორის. მაგრამ კინოში სადაც ვიცი, რომ აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება რაღაც აი მულტიპლიკაციაში. ანუ რა უნდა გამიკვირდეს? ბანკოს კარტებით გაკეთებული ფოკუსით აპირებთ გაკვირვებას? არა და ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ ზუსტადაც გასულ პირველ ნაწილის დასაწყისში არის ესეთი რაღაცა ბანკოთი ფოკუსს გვიკეთებენ ისევ ბჭყალებში, გვარჩევინებენ კარტს და ჩვენ გვწამს, რომ ინდივიდუალურად გავაკეთეთ არჩევანი, შემდეგ ეს ამ კარტს აყრის და შენობაზე 7-იან ჯვარი თუ რაღაცა იყო, უკლედ ჩვენი არჩეული კარტი იმთება. ანუ მიხვდით რას გულისხმობ, რა პრეტენზია მაქვს ჟანრთან, ანუ ძალიან ძნელია თანამედროვეობაში რაღაცა აკეთო ისეთი, რაც აი როცა იცი რომ აქ სცენები, როცა იცი კომპიუტერის გრაფიკა, ყველაფერი ჩართულია და შენ ამ დროს რაღაცა გაგიკვირდეს. მაშინ სიუჟეტი იყოს, როგორც ილუზიონისტი, ან რაღაცა იყოს. მაგრამ ეგეც რო გამოვტოვოთ. სხვა უამრავი ლაფსუსიც არის, რაც ოდნავ თვალძღლის. ეს სუსტი გამხდარი ილუზიონისტები რატომ არიან ცისფერი ბერეტის სპეცპომზადება გავლილები, რატომ თიშავენ ერთი დარტყმით პოლიციელი იქნება ეს თუ პირადი დაცვა. თან ერთგან რომ იყოს ვიტყოდი რომ აი უბრალოდ გაიოლეს საქმე, აღარ ხლართ ეს სიუჟეტი, რომ ხო ხვდებით რაღაცა იოლად გადამთავრებული იყოს სცენა, მაგრამ საერთოდ არაა ეგრე. აი ერთხელ რო ხდებოდეს, თვითონ დარწმუნდებით, რომ ფილმი თითქმის აი ბოევიკზე არის აგებული. მოკლედ, ზოგადად ძალიან თეატრალიზირებულია. ინდური სცენები, კამერის ტრიალი, ეს თეატრის სცენას რო უხდება ეგეთი რაღაც შეჯიბრის სცენები, ვინ უფრო მაგარია, მაგრამ ეს რო ცოცხლად ხდება სცენაზე კიდე არ არის ესეთი კრინჯი და ფილმში აი ძალიან იყო. არ ვიცი. ისე ვიმეორებ. არ გამომივიდეს მესამე სერიის აუდიტორიისთვის და მისი მაყურებლისთვის რაღაცა ცუდის თქმა. ხომ მიდიხართ? შეხედეთ რა არის გამოკრული აფიშაზე. მოგწონთ წინა ნაწილებიც ნახეთ და მოხიბლური ხართ? მაშინ აუცილებლად წადეთ. უბრალოდ მე ჩემს სუბიექტური აზრს ვიტყვი, რომ მე შევაფასებდი ფილმს 10-დან ალბათ მაქსიმუმ 5. და ისეც გარკვეული მსახიობების ხათრით, რომლებიც საკმაოდ არათვალის მომჭრელებიც იყვნენ თვითონაც.
დღეს ამით დავასრულოთ. თუ მოგეწონათ ვიდეო და გვალაიქეთ, თუ ზოგადად კონტენტი არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რათა არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები და აბა მომავალ ვიდეოებამდე. კარგად.